იუპიტერი თევზებში, მეგობრებო, ეს საკმაოდ დიდუმალი ნიშანია თევზები ჩვენთან. ყველაზე გამოკვეთილი ასევე IT სფერო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თევზები არის სადღაც ჩემთვის ვარ და ან ონლაინ მუშაობ მაგალითად, ან ფსიქოთერაპევტი ვარ მაგალითად, იმიტომ რომ თევზები პირდაპირ ან მე-12 სახლის ეს არის ფსიქოლოგია, ეზოთერული პრაქტიკები, დაფარული სფეროც ასევე და ყველაზე მარტივს გეტყვით ზოგჯერ შეიძლება ძალიან კარგი კულინარი იყოს ადამიანი, იმიტომ რომ შემოქმედებითი სფეროც ასევე თევზები არის. შეიძლება ადამიანს ძალიან კარგად გამოსდიოდეს ისეთი სფეროები, სადაც შთაგონება არის საჭირო, სადაც რაღაცის მოგონება, მოფიქრება არის საჭირო, ხო? იმიტომ რომ თევზები ჩვენთან კარგი გამოგონებელი არის, კარგი ფანტაზიური არის. მარტივად შეიძლება ფოტოგრაფია აინტერესებდეთ, ფოტოგრაფიის სფეროში, იმიტომ რომ აქაც წარმოსახვითი სამყარო არის საჭირო, რაღაც ფრთილების შერჩევა, განწყობის დაჭერა, მაგალითად ემოციის ჩადება, ეს იუპიტერი თევზებს ახასიათებს. სადღაც ჩაკეტილად არიან, არ არის ეს იუპიტერი, რომ გათქვას ყველაფერი თავის თავზე, მაგალითად, ყველგან ილაპარაკოს. აი უფრო არის იუპიტერი თევზის შინაგანად, ჩუმი, უფრო მდუმარე, უფრო სხვებს რო უსმეს, უფრო მისი მთავარი გაფართოება ვლინდება, სადაც არის უფრო ჩუმად სადღაც ჩემთვის ვზივარ და ვაკვირდები, შინაგანას ვწავლობ ამ გარემოს, ხო? ან შემოქმედებითი ენერგია მთავარი, რომ ესენი იყვნენ ძალიან ფანტაზიის უსასრულო დონის. უცხოელებთანაც არის ეს ურთიერთობა, სიმშვიდე უყვართ, ბუნება უყვართ, სადაც სიმშვიდე არის, სადაც სულიერი თავისუფლება არის. იუპიტერ თევზებს აბედნიერებს, შეიძლება ან ზღვაზე ყოფნა, ან ბუნებაში დასვენება, ან მუშაობა, სადაც შვიდი წყნარი გარემოა, სადაც საკუთარი ხმა, ან სხვების შინაგანი ხმა ესმის ძალიან კარგად. უმართლებთ, სადაც ქველმოქმედება შეიძლება გამოავლინონ, მაგალითად ქველმოქმედება ეს თევზები არის, სხვების მოსმენა, სხვების რაღაც დახმარება, მაგალითად ამ სფეროებშიც უმართლებს, სადაც დახმარება არის საჭირო, თუნდაც იგივე ფსიქოთერაპიაც, ამიტომ ვახსენე, სადაც ემოციურად ეხმარები ადამიანებს, სამედიცინო სფეროში უფრო მეძდები არიან ხშირად ისეთი ადამიანები, რომელიც კრიტიკულ მომენტში შეიძლება გვერდში უდგებოდეს სხვას, იგივე ფსიქოთერაპია, რაც გითხარით, ყველაზე გავრცელებული არის. იმიგრაციაც გარკვეულწილად შედის თევზებში, უცხო მიწები, უცხო მხარეები, მაგალითად, ამ სფეროებში კარგი შესაძლებლობები აქვთ. დაზვერვის სფერო, საიდუმლო სამსახურები, იქ სადაც საიდუმლოება არის საჭირო დავიცვა, ან ჩემთვის მოგებიანი არის სამსახურში ყოფნა, იმიტომ რომ მე შემიძლია საიდუმლოებების შენახვა. მე ჩუმად ფარულად შეიძლება მოქმედებ და ეს აფართოებს ჩემს შესაძლებლობებს, ხო? ესე ვლინდება ხოლმე ეს იუპიტერი.